კამპანიის გზავნილები ამბიონებიდან პატრიარქის არჩევნების მონაწილეობის მსურველთა ვინაობა უფრო მკაფიო ხდება. Როგორი უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი მმართველი? სინოდის რამდენიმე წევრი კამპანიას აშკარად აქტიურებს. დღეს წითელი პარასკევია ტაძრებში გარდამოხსნა სრულდება. სამებაშია მეუფეშიო. დეა ბაძაღოა მუშაობს იქ, რომელიც ფორმულას პირდაპირ ეთერს უერთდება ამ თემის დეტალებით. სამების საპატრიარქო ტაძარში სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წუთის წინ მოვიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფეშიო მუჯირი, რომელიც შეასრულებს გარდამოხსნასა და გარდამოხსნასთან შემდგომ დატირებას. დღეს არის ნებისკვირეულის ყველაზე მძიმე დღე, წითელი პარასკევი, როდესაც მართლმადიდებლური სამყარო იხსენებს იესო ქრისტეს ჯვარცმას, მის გარდამოხსნასა და შემდგომ დაკრძალვას. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი და უკავშირდება მიმდინარე თემებს, გუშინ დიდ ხუთშაბათს დაგეს სინოდის წევრებმა, მაღალმა სასულიერო იერარქებმა, მათ შორის ისაუბრეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მიდის, ისინი აღარ ერიდებიან საუბარს, მათ შორის ამბიონიდან და აკეთებენ ერთგვარ აქცენტებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს პროცესი, არ eriდებიან ამაზე საუბარს, როგორც გითხარით, მაგალითად, გუშინ იქადაგა რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იუბა აქიაშვილმა, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი შესაძლოა რომ ის იყოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქობის, მან ისაუბრა ამბიონიდან, თქვა, მასთან ერთად იმყოფებოდა ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი დავით ბაგრატიონი, თქვა ის, რომ უნდა გაერთიანდნენ სასულიერო და საერო პირები და აქვს იმედი, რომ სწორედ ამ ერთიანობით შეძლებენ რომ საქართველო ამოიყვანონ იმ ჭაობიდან, რომელშიც ამჟამად იმყოფება. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა და მრევლს მოუწოდა ლოცვისკენ, არა კონკრეტულად რომელიმე კანდიდატის არჩევისთვის, რომ გახდეს ის საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი, არამედ იმისთვის, რომ აღსრულდეს ღვთის ნება და თქვა აღნიშნა ისიც, რომ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, ასევე იქადაგა სინოდის წევრმა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, რომელმაც თქვა, რომ მთავარია რომ იყოს მშვიდობა და მიტევება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და უნდა გაერთიანდეს ქართველი ერი. ასევე კეთდება სხვა სინოდის წარმომადგენლებისგანაც განცხადებები საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, მათ შორის არის ასევე აბა ალავერდელი მიტროპოლიტი, რომელმაც ისაუბრა ასევე იმაზე, რომ კათოლიკოს პატრიარქობა არის დიდი პასუხისმგებლობა და უნდა აღსრულდეს ღვთისნება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ, სულ 2 დღის წინ იყო ერთგვარი მსჯელობა მეუფე საბა გიგიბერიას თან დაკავშირებით, რომელმაც ამბიონიდან თქვა, რომ სინანულს დაიმსახურებს ყველა ის სასულიერო პირი, რომელიც მხარს არ დაუჭერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მეუფე შიო მუჯირს, რასაც მოჰყვა საპასუხო განცხადებები მეუფეებისგან, მაღალი სასულიერო იერარქებისგან, მათ შორის იყვნენ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი, ასევე მესტიისა და ზემოსვანეთის მიტროპოლიტი ილარიონ ქიტიაშვილი. მათ ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა კანდიდატს აქვს თავისუფალი ნება, შესაბამისად ისინი მიიღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს და ეს არ იქნება დაპირისპირების საგანი ის, თუ რომელიმე კანდიდატი, რომელიმე სასულიერო პირი მხარს არ დაუჭერს შიო მუჯირს. არის წინასწარმეტყველება კირილე ლავრიოტისის ლავრის მონასტრის წევრი იყო ეს კირილე და აღმოსავლეთშიო საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება დიდი იმპერიაო, სულიერი თვალსაზრისით ამ იმპერიას შექმნის მომავალი კურთხეული პატრიარქი და მომავალი კურთხეული მეფე. და მადლობა უფალო, რომ ყავს უკვე სახეზე უფლისწული და ღვთის ჩარეwi და სულიწმიდის მადლით ჩვენც ალბათ ვიხილავთ სულ მალე მომავალ პატრიარქს. ჩვენ ვიცით, რომ ლოცვა დაიბეჭდა მომავალი პატრიარქის არჩევისთვის. ეს ლოცვა ვალდებული ხარ თითოეულმა თქვენგანმა ილოცოს და როგორც იქნება ღვთის ნება, როგორც ღვთისათვის სასურველი და საზიგეთო იქნება, და ასე იყოს. აქ მიკერძოებულად ჩვენ ვიღაცისთვის არ უნდა ვილოცოთ ზოგადად, რომ ღმერთმა გამოაჩინოს ის, ვინც საქართველოს გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან და ვინც საქართველოს სულიერად გააბწყინებს. რომ არა ღმერთი, ეს საქართველოში ეს შვიდობა ერთმანეთში რომ ცუდად ვიქცევით, ეს შვიდობა არ არის. აი ომში და იმაში რომ არა ვარ, ხო?
მადლობა ღმერთის საჩუქარია და მივხვდეთ მაგას. შევეცადოთ რომ ერთმანეთს გავუხდით ქართველები და ღვთისმშეწანით საქართველოს მიმართ ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვებს ახალგაზრდებს გავუხდით, გაიხარით. იმიტომ ამაზე დიდი ამაზე კარგი არავინ არ აქვს და გავუხდით პატარებს, ახალგაზრდებს. ყველაფრით ჯობიან, ჯერ ჩვენსავით დაბინძურებული არ აქვს გონება და ერთმანეთს არ ებრძვიან. საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი უნდა აირჩიონ სულ მალე, მისი გარდაცვალებიდან 40 დღეში, თუმცა არაუმეტეს 2 თვისა უნდა აირჩიონ საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი, უნდა ჩატარდეს გაფართოებული საეკლესიო კრება სწორედ აქ სამების საკათედრო ტაძარში. ბოლო სინოდის ხდომიდან ცნობილი გახდა, რომ მას დაესწრება 2000 დელეგატი, მათ შორის როგორც საერო, ისე სასულიერო პირები, თუმცა ხმის მიცემის საშუალება ექნებათ მხოლოდ სინოდის წევრებს, 39 მღვდელმთავარს, რომლებიც გადაწყვეტენ იმას, თუ ვინ იქნება საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი. რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც დაესწრებიან ამ გაფართოებულ კრებას, იქნებიან თითო ეპარქიიდან 2 სასულიერო პირი, ასევე 1 საერო პირი, რომელთაც საშუალება ექნებათ, რომ მიიღონ მონაწილეობა მსჯელობაში. ამასთან დაკავშირებითაც დაიწყო უკვე საუბარი და დისკუსია იმაზე, თუ ვინ იქნება, ვინ დაესწრება გაფართოებულ საეკლესიო კრებას ეპარქიებიდან და ვინ იქნებიან ეს დელეგატები. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩატარდა კრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში, რომლის მიტროპოლიტიც არის მეუფე ილარიონ ქიტიაშვილი. მათ კენჭისყრის მეთოდით შეარჩიეს 2 დელეგატი, რომელიც დაესწრება გაფართოებულ საეკლესიო კრებას. ასევე უნდა მოიქცნენ სხვა ეპარქიის წარმომადგენლებიც, რადგან სინოდის ხდომაზე, რომელიც დაახლოებით ალბათ სავარაუდოდ თვის ბოლოს გაიმართება, უნდა წარადგინონ ეპარქიებმა მათი დელეგატები, რომელიც შემდგომ სინოდის წევრებმა უნდა დაამტკიცონ.